მართველი გუნდი თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავას კანდიდატურას წარადგენს. განცხადება დღეს ამ თემაზე დავით ბაქრაძემ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უგულავა კანდიდატად ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებიათ, ციტირებას ვახდენ. ალბათ საზოგადოებას ძალიან გაუკვირდება, რომ ეს კანდიდატი არ იყოს თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა. განმარტა დავით ბაქრაძემ. პარლამენტმა დღეს კი ვადამდელი არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა. ეს 30 მაისია. Ადრევე არჩევნების თარიღად უკვე ოფიციალურად სამართლებრივად განისაზღვრა 30 მაისი. მე მინდა ხაზი გაუსვა მოტივაციას, რატომ გაკეთდა ეს გაკეთდა იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას და პირველ რიგში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ საშუალება სწორად დაგეგმონ თავიანთი საარჩევნო კამპანია. ამ ეტაპზე საუბარია, რომ დაახლოებით 400 დამკვირვებელი ჩამოვა მხოლოდ ოდირის ეგიდით და ეს არის ძალიან დიდი რიცხვი დამკვირვებლების. გარდა ამისა, ჩვენ მოწვეული გვყავს დამკვირვებლები ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ეროვნული პარლამენტებიდან, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირებიდან, ევროპარლამენტიდან და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში დამკვირვებელთა რიცხვი იქნება ძალიან დიდი. 30 მარტს მოხდება ოფიციალურად დასახელება ყველა პარტიის მხრიდან საკუთარი კანდიდატების და ამ კანდიდატურების შეტანა CSKO-ში. სწორედ მაშინ მოხდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც კანდიდატის ოფიციალურად დასახელება, თუმცა ალბათ თქვენც, მეც და საზოგადოებასაც ძალიან გაუკვირდება თუ ეს კანდიდატი არ იქნება თბილისის მოქმედი მერი. ამიტომ ოფიციალურად ეს დასახელდება, რა თქმა უნდა, ისევ მეორე 30 მარტს. ამ განცხადების პარალელურად კი ოპოზიცია ხელისუფლებას ახალი საარჩევნო მაქინაციების გამოგონებას შეადენეს. შეუძლებს საუბარია თბილისის მერის არჩევნებზე. ქრისტიან-დემოკრატები ირწმუნებიან, რომ მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ წინა საარჩევნო კამპანია პირველმა დაიწყო, თუმცა ამის ოფიციალური დეკლარირება არ მოუხდენია, რის გამოც ადმინისტრაციულ რესურსს წინა საარჩევნო კამპანიისათვის შეუზღუდავად იყენებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ კანდიდატურები არჩევნების ჩატარებამდე 2 თვით ადრე დაასახელონ. ისაუბრონ იმ თემებზე, რისი მომგვარებად ჩვენ მივმართავთ ჩვენ პარტიას, მის კანდიდატს გიგი უგულავა, რაც შეიძლება მალე წარადგინონ ის როგორც კანდიდატი, იმისათვის რომ მას როგორც მოქმედ მერს არ ქონდეს შესაძლებლობა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების. ისიც რომ გიგი უგულავის კანდიდატურა რეალურად არის უკვე წარდგენილი და წარდგენას მოხდა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო რეალურად 2005 წლიდან, როდესაც ეს შეუდგა მერის მოვალეობის შესრულებას. ამ არჩევნებზე საზოგადოება შეაფასებს იმ საქმეს, რაც გაკეთდა თბილისში ბოლო წლების განმავლობაში, ამით შეაფასებს გიგი უგულავის საქმიანობას. თბილისის მერია მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებთან დაკავშირებით გეგმავს მთელ რიგ ღონისძიებებს. ეს იქნება მაქსიმალურად გახსნილი და ღია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, რა თქმა უნდა, მათ შორის პარტიებთანაც. უნდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ ითხოვს დარეგისტრირების შემთხვევაშიც კი თუ ეს ასე მოხდა, რომ მოქმედი მერი გადადგეს თანამდებობიდან. ოპოზიციამ წინა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და ამბობა, რომ ეს იქნება პრინციპული ბრძოლა გამარჯვებისთვის. ლიდერების თქმით, მათ ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა. პირველი ამორჩეულთათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, მეორე კი ხელისუფლების კონტროლია, რათა არ გაყავდეს არჩევნები. ოპოზიცია წინა საარჩევნო პერიოდში ორ მთავარ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია ზუსტი და ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გაწერილი ქონდა ჩვენი მთელი აქტივობა, მაგრამ ეხლა რადგან უკვე კონკრეტულად დაისვა საკითხი, რომ განისაზღვრა არჩევნების დღე და განისაზღვრა ის ვადები, რომ ჩვენ გადავხედავთ ამ ჩვენ აქტიურობას, ჩვენ ფაქტობრივად რაღაც პროცესები წინა საარჩევნო დაწყებული გვაქვს. მინდა ვთქვა, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით უფრო ადრე, იმიტომ რომ პრობლემა იყო ჩვენი ცნობადობა. შეების მონიტორინგთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობა დავასრულეთ. მაგრამ დავასრულეთ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც გვაქონდა გამოყოფილი თანხებით. გაცხადებული არის, უნდა ჩადარდეს 30 მაისს, არაუგვიანეს 29 მარტისა პრეზიდენტი ვალდებულია რომ გამოაცხადოს. და ყველა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ დავიწყოთ წინა საარჩევნო კამპანია. რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის გარდა, რომელთაც არჩევნები იქნება საბაბი, ყველა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიას ჩვენ მოუწოდებთ, რომ ვიყოთ კორექტულები, ვიყოთ ერთის მხრივ ჩვენ ყველას გვინდა რომ არჩევნებში მივაღწიოთ, დამოუკიდებლად თვითონ პარტიული ინტერესი არის ამას ჩადებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ქვეყნის ინტერესიც არის ჩადებული და აი ამ ორი პრინციპით უნდა ვიაროთ. 30 მაისი ისედაც განსაზღვრული იყო ზეპირად და კარგია რომ საბოლოოდ კანონით დადასტურდა. პრაქტიკულად ვაიძულებთ ხელისუფლება რომ ეს გაეკეთებინა მთელი ამ თვეების განმავლობაში, თორე ფეხს ითრევდნენ რატომღაც. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის. თავარია რომ ქართულმა საზოგადოებამ ირწმუნოს თავარი, რომ სწორედ არჩევნების გზით არის შესაძლებელი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.